მოგესალმებით. რაღაცაზე მინდა ვისაუბრო ამის წინათ ერთმა ჩემმა პაციენტმა ესეთი კითხვა დამისვა, აი როგორ გავიგო, რომ ადამიანი რომელიც ვთქვათ შევხვდით სოციალურ ქსელში მის რეკლამას ან რაღაც აკეთებს რეკლამას რო აქვს სამედიცინო ან ესთეტიური ბიზნესი, აქვს ესა და ეს პროდუქცია, აკეთებს ამ პროცედურებს, დაინტერესებდა რომ როგორ გაიგოს რომ ეს ადამიანი ნამდვილად აქ არის ექიმი, რომ ეს პროდუქცია ნამდვილად არის FDA approved, რომელიც არის რაც ნიშნავს რომ არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მას გავლილი აქვს ყველა უსაფრთხოების ნორმა შემოწმებული ეს პროდუქცია არის და ეს პროდუქცია არის უსაფრთხო რომ გამოყენებული იყოს ადამიანებში. ესე მითხრა მართლა ხომ არ მოთხოვ რომ შენი სამედიცინო დიპლომი მაჩვენე და ასე შემდეგ გასაგებია რაღაც უხერხული სიტუაცია. როგორ შეგიძლიათ ეს ვთქვათ გაიგოთ ძალიან მარტივად. პირველ რიგში თუ კი ადამიანი ამბობს არის რომ არის ექიმი ამ ქვეყანაში, მის სახელი და გვარი ძალიან ადვილად იძებნება Google-ში, უბრალოდ შეგიძლიათ ჩაწეროთ ამ ადამიანის სახელი, გვარი, ეს ინფორმაცია არის ჩვეულებრივად ყველასთვის მისაწვდომი, შეგიძლიათ ნახოთ, სად მუშაობდა, რა კვალიფიკაცია აქვს, რამდენი წელია პრაქტიკაში და ასე შემდეგ. უბრალოდ სახელის მოძებნით. თუ კი შეხვდით რაიმე სერვის სოციალურ ქსელში, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ სერვისის მომწოდებლის გვერდზე და შეხედოთ. არის თუ არა იქ კომპანიის ინფორმაცია, აქვს თუ არა ამ პიროვნებას კომპანია, რომელსაც აქვს სახელი, რომელსაც აქვს მისამართი, აქვს ვებგვერდი, რომელიც აუცილებელია. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? იმისთვის, რომ შეიძინო პროდუქცია ამერიკაში და ამ კომპანიებმა, ვინც პროდუქციას აქ აწარმოებს, ყველა ამ კომპანიას ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმ პიროვნებებთან ან იმ კომპანიებთან, ვინც არის ოფიციალურად დარეგისტრირებული, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს ვერ შემოწმებენ, ამიტომ შენთვის შემოწმების ადვილი მეთოდი არის ის, რომ ისინი შენ გთხოვენ შენი კომპანიის სახელს, მისამართს, გთხოვენ სპეციალურ tax ID-ს, გთხოვენ შენი employer identification number და გთხოვენ შენ ვებ გვერდს. ანუ ეს ყველაფერი უნდა გქონდეს, რომ ამათმა ეს ყველაფერი შეამოწმონ. ამ პროცესს ქვია onboarding process. ანუ ეს რაღაცა დროს იგავებს, როგორც წესი, მაშინვე ეს არ ხდება, შენ ყველა ამ შენ ინფორმაციას ამ კომპანიებს უგზავნი, ისინი ამას ყველაფერს ამოწმებენ, შემდეგ ისინი გამოყოფენ სპეციალურ representatives შენთვის პიროვნებას, ვისთანაც შენ პირადად იმუშავებ, რომელიც შენ გაგცემს კითხვებზე პასუხს, დაგეხმარება პროდუქციის შეკვეთაში, ანუ შენ გაქვს ამ კომპანიასთან პირადი ურთიერთობა და ეს მხოლოდ შეიძლება მოხდეს თუ კი შენ თვითონ ხარ ოფიციალური კომპანია. თუ კი ეს ინფორმაცია შენ არ გაქვს, ამ კომპანიებს ფიზიკურად ვერ დაუკავშირდები, იქიდან არანაირი პასუხი არ იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ არ ექნებათ ეს ინფორმაცია შენზე, შენს კომპანიაზე, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ როდესაც კომპანიას არ აქვს სერტიფიცირება, ასე ვთქვათ, გავლილი და არ აქვს ამ დიდ მწარმოებელ კომპანიებთან ურთიერთობა, თქვენ შეგიძლიათ 100%-ით იყოთ იმაში დარწმუნებული, რომ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც შეიძლება ამ ადამიანს, ან კომპანიას, ან ესთეტიურ ბიზნესს, ან მეცბას ჰქონდეს, იქნება პროდუქცია, რომელიც არ არის წარმოებული ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს პროდუქცია არის შემოტანილი საზღვარგარეთიდან, იქნება ეს ევროპიდან თუ აზიის ქვეყნებიდან და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია იქ გამოიყენება, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს პროდუქცია ყველა იქნება რაღაც საშინელი და რაღაც გამოუსწორებელ რაღაც ზიანს მოგაყენებთ, არა. რა თქმა უნდა, შეიძლება ეს იყოს კარგი პროდუქცია, მაგრამ შეიძლება იყოს ცუდი პროდუქცია, რომ იცოდეთ ზუსტად. არის ეს პროდუქცია უსაფრთხო თუ არ არის? ამის ერთადერთი გარანტია, სხვადასხვა არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში ყველგან ყველაზე უსაფრთხო პროდუქციად ითვლება პროდუქცია, რომელსაც აქვს FDA clearance მიღებული. მე ვიცი იქაური ექიმებისგან, რომლებიც იქ მუშაობენ და მათგანაც ასევე ვიცი, რომ ყოველთვის ცდილობენ, რომ იყინო პროდუქცია, რომელიც არის FDA approved. რაც შეგეხება თქვენ როგორც პაციენტს მომხმარებელს, გარდა იმისა, რომ ვთქვათ, შეიძლება პროდუქცია არ გამოდგეს კარგი და ასე შემდეგ, პასუხისმგებლობა როგორც ასეთი თქვენზე არანაირი არ არის, ლეგალურ პასუხისმგებლობაზე მაქვს აქ საუბარი. კომპანიებს და პიროვნებებს, ვისაც აქვს ესეთი ბიზნესი, მათთან დაკავშირებით უფრო მეტი პრობლემა არსებობს, იმიტომ რომ როგორც იცით, შეიძლება არ იცით, ამ პროდუქციის შემოტანა სხვა ქვეყნებიდან და გამოყენება არის არალეგალური და ეს ისჯება ფედერალური კანონით. ამას წინა სხვათა შორის იყო მაიამიში მოხდა ესეთი რაღაცა, იქაური ექიმი იყო ლათინური ამერიკის ქვეყნიდან ეს ქალბატონი, ჰქონდა ბიზნესი,
წლების განმავლობაში და ჩამოქონდათ მისთვის პროდუქცია მისი ქვეყნიდან მე მგონი და ну გამოვიდა ისე რომ მივიდა მასთან ასე ვთქვათ გადაცმული FBI-ის აგენტი და გააკეთა მასთან პროცედურები, ესა ისა, ასე შემდეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მე მან გადაიღო ვიდეოზე და ამ ქალბატონს წაუყენეს ბრალდება იმაში ფედერალურ დანაშაულში, რომ მას შემოქონდა არალეგალური პროცედურები, ეწარმოებდა არალეგალურ სამედიცინო ბიზნესს და მისცეს ის პასუხისგებაში სხვათა შორის არ ვიცი რამდენი რამე უსაჯეს ჯერჯერობით, მაგრამ იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. ეს ქალბატონი იყო ექიმი მის ქვეყანაში, ისე არ იყო რომ არ იცოდა რას აკეთებდა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მაყოფილი კლიენტიც ყავდა. მაგრამ ნუ კანონია, ამის გაკეთება არ შეიძლება. ნუ ამას ყველაფერს ეს ქვეყანა აქცევს ყურადღებას და ადრე თუ გვიან ხდება ხოლმე შიგადაშიგ ესეთი გამოვა ხოლმე ესეთი ინფორმაცია, რომ აი თქვა ამ შტატში ან ამ შტატში რაღაც ექთანი ან ექიმი დააკავეს და უწევს ახლა პასუხისგება, რომ დაუბრუნდეთ რასაც საუბრობთ თავიდან როგორ შეიძლება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ იცოდეთ სად მიდიხართ, ვისთან იკეთებთ პროცედურას და რა სახის პროდუქცია გამოიყენება. ერთი შეგიძლიათ ჩამოწმოთ პიროვნების ინფორმაცია, ჩვეულებრივ დაგუგლოთ სახელი გვარი, შეგიძლიათ შემოწმოთ კომპანია, არსებობს თუ არა კომპანია, არის თუ არა კომპანიის ინფორმაცია ამ პიროვნების ვებგვერდზე, ან სოციალურ ქსელში, აქვს თუ არა ამ კომპანიას თავისი ვებგვერდი, რომ თუ კი ეს ყველაფერი არსებობს, შეგიძლიათ ამამად მიბრძანდეთ და გაიგეთოთ ამ ადამიანთან ნებისმიერი პროცედურა, რასაც ესენი გთავაზობენ, რადგან შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, თუ ეს არის ოფიციალურად რეგისტრირებული ბიზნესი აქ, თქვენ რასაც გაიგეთებთ, იქნება უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქცია. ასე რომ ფრთხილად იყავით, რომ რაღაც იმის გამო რომ ეს ახლა ინფორმაცია ესე არ არის ყველასთვის ცნობილი, ბევრმა არ იცის, თქვათ, ნუ რატომ, რა მნიშვნელობა აქვს და ასე შემდეგ, რომ აქვს მნიშვნელობა, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, შეიძლება რაღაც ზიანი მოგაყენოთ არასერტიფიცირებულმა პროდუქციამ და ბინძურებულმა პროდუქციამ, ასევე ლეგალურადაც ეს შეიძლება რაღაც გარკვეულწილად რაღაცა პრობლემა შეგექმნათ. ამიტომ ყველა იყავით ფრთხილად, იცოდეთ რას იყენებთ და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას და თქვენს ფინანსებსაც.